მოგესალმებით. დღეს ვილაპარაკებ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, ლიდერებზე და ლიდერობაზე. მაგრამ თავიდან ზოგადად ვიტყვი, რომ ბავშვი დაბადებიდან ეგოისტია, რადგან მის აღქმაში სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს. თუმცა დაბადებიდანვე ბავშვს ჭირდება მზრუნველობა იმისთვის, რომ გადარჩეს და გაიზარდოს. მასზე უნდა ზრუნავდეს ვიღაც სხვა, მასზე დიდი, მასზე ძლიერი. ამიტომ ბავშვს ნელ-ნელა დაბადების შემდეგ უვითარდება ეს განცდა, რომ არსებობს ვიღაც სხვა, დიდი და ძლიერი, ვინც მასზე ზრუნავს. ფსიქოლოგიის მეცნიერება ამბობს, რომ ადამიანის გონებაში ბავშვობიდან მოყოლებული ფაქტობრივად მთელი სიცოცხლის განმავლობაში არსებობს ადგილი ამ სხვისთვის, ვინც მასზე დიდია, მასზე ძლიერია, ვისაც ენდობა და ვისაც ეყრდნობა. თავიდან ეს არის მშობელი, შემდეგ შეიძლება იყოს უფროსი სამსახურში, ან სულაც შეიძლება იყოს ღმერთი. და სწორედ ეს ადგილია ბუნებრივად გამზადებული ლიდერისთვისაც, იმიტომ რომ თურმე ადამიანების დიდი უმრავლესობა განწყობილია, რომ აღიაროს ლიდერი და დაეყრდნოს მას. მაგრამ ვინ არის ლიდერი? მაგალითად, ალუდა ქეთელაური არის თუ არა ლიდერი? ეს რთული კითხვაა, მაგრამ მასზე ადვილი პასუხი არსებობს, რომ არა, რა თქმა უნდა, ალუდა ლიდერი არ არის. იმიტომ რომ ლიდერს სჭირდება ორი აუცილებელი უნარი. საკუთარ თავში ჩამოაყალიბოს განზრახვა, რისი მიღწევა უნდა და მეორე, რაც სჭირდება, ეს არის უნარი, რომ თავისი განზრახვის შესასრულებლად სწორად მართოს სხვა ადამიანების სასიცოცხლო ენერგია. ალუდა ქეთელაურს, რა თქმა უნდა, ჰქონდა მკაფიო განზრახვა, რომ არასდროს მოკლული მტრისთვის მკლავი აღარ მოეჭრა და ამით საკუთარ თავში კანიბალი დაემარცხებინა, მაგრამ ალუდას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ თავისი განზრახვა, თავისი ცოდნა სხვებისთვის გადაეცა, ამიტომ თემმა მისი განზრახვა ვერც გაიგო, არც მიიღო და ალუდა იძულებული გახდა, რომ თავის ოჯახთან ერთად თემით დაეტოვებინა. ამიტომ არის ადვილი პასუხი ჩემს კითხვაზე, არის თუ არა ალუდა ლიდერი, რომ არა, ლიდერი არ არის, ალუდა არის მარტოკაცი. მაგრამ ამ კითხვაზე სულ სხვა პასუხი აქვს რუსტამ გოცირძეს, საქართველოს ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს. პატარა ფრაგმენტი მინდა წაგიკითხოთ მისი მონათხრობიდან. ზუსტად ალუდა ლიდერი, რადგან ეს გმირი მე მელაპარაკება ამდენი ხნის მერე. ქალბატონმა რუსუდანმა მიამბო ერთი შემთხვევა, როცა სამთაწყაროში იმამის ოჯახს ქრისტიანი თანასოფლელები შეუცვლიდნენ და დიასახლისი ქალი ცემეს. ამის შემდეგ საღამოს, როდესაც ქალბატონი რუსუდანი სახლში დაბრუნებულა, ემოციით გათანგული და ერთგვარად დათრგუნული, მეტი ვერაფერი მოუხერხებია, როგორც თვითონ მიამბო, ბავშვების ოთახში შესულა, მათთვის წიგნი და კომპიუტერი დაუხურავს და ხმამაღლა დაუწყია ალუდა ქეთელაურის ტექსტის კითხვა. და ეხლა მინდა კიდევ ერთი ფრაგმენტი წაგიკითხოთ ქალბატონი რუსუდანის მონათხრობიდან. არც სახარებისთვის მიმართავს, არც ლოცვა დამიწყია, არც ტელეფონზე დამირეკავს ვინმესთვის, არც პოსტი დამიწერია. მაშინ ჩემ გვერდით იდგა ალუდა ქეთელაური და მეუბნებოდა, რომ მეც ასე გამლახესო. დიახ, მაშინ ნამდვილად ჩემი ლიდერი იყო. ციტატა ამით სრულდება. რუსტამ გოცირძის დამოკიდებულება ალუდა ქეთელაურის მიმართ ადასტურებს, რომ ალუდა თავისი განზრახვიდან გამომდინარე მაინც შეძლო ადამიანთან დალაპარაკება, მაგრამ არა იქ პოემის ტექსტში, არამედ აქ და ახლა თანამედროვე საქართველოში. მაგრამ რატომ აღმოჩნდა ალუდას განზრახვა ასეთი ძლიერი? ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას, ამაზეც აქვს პასუხი. თურმე როცა ლიდერის განზრახვა ერთი მხრივ არის უანგარო და მეორე მხრივ არის კეთილშობილური, მას შეუძლია ადამიანების მობილიზება და ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანის სასიცოცხლო ენერგია თურმე მიდრეკილია იქით, საიდანაც ხედავს სიკეთეს, მაგალითად ეს იქნება ფიზიკური თუ სულიერი საზრდო. ამის შემდეგ მინდა თანამედროვე საქართველოს დაუბრუნდე და შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდამდე ჩვენ ვიყავით ერთპიროვნული ლიდერების ქვეყანა და პოლიტიკური ლიდერების ძალას
ქმნიდა სწორედ მათი განზრახვის მიმართ ნდობა. იმიტომ რომ ხალხის მიერ აღიარებული იყო როგორც ლიდერის განზრახვის სიკეთე, ასევე მისი უანგარობა. გნებავთ ამ ფორმულაში ზვიად გამსახურდია ჩავსვათ, გნებავთ ედვარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მათი ლიდერობის პირველ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მათი განზრახვა იყო სანდო, როგორც განზრახვის სიკეთის, ასევე უანგარობის თვალსაზრისით. ზვიად გამსახურდიას უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ედვარდ შევარდნაძეს უნდოდა სტაბილურობა, სამოქალაქო ომის დასრულება და საქართველოს ადგილის ფუნქციის პოვნა თანამედროვე მსოფლიოში, მიხეილ სააკაშვილს უნდოდა კორუფციასთან ბრძოლა და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს დაფუძნება, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა სამართლის აღდგენა, ინსტიტუტების გაძლიერება და კეთილდღეობის სახელმწიფოს შენება და აი ამ განზრახვებში რა იყო საეჭვო? ან მათი სიკეთის თვალსაზრისით, ან რა ანგარება უნდა დაენახათ ლიდერების მხრიდან ადამიანებს ამ განზრახვებში. რა თქმა უნდა, არა და ამიტომ ენდნენ ამ ლიდერებს და გაყვნენ მათ ბოლომდე. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ლიდერის მიმართ ნდობა იკლებს და როდესაც ადამიანებს, მოსახლეობის ნაწილს აღარ ჯერა, რომ ლიდერის განზრახვა ისევ არის კეთილშობილური და ისევ არის უანგარო. რა ხდება და მაშინ ხალხის მხრიდან იწყება პროტესტი და ლიდერის მხრიდან იწყება მანიპულაცია. თუ გუშინ ლიდერი იდგა ხალხის გვერდით და მათ იდეალებს, მათ მისწრაფებებს ახმოვანებდა, დღეს ლიდერი არის ხალხისგან შორს და ქმნის რაღაც შუალედურ მექანიზმებს იმისთვის, რომ ადამიანებზე იმოქმედოს. რაში ჭირდება ეს მექანიზმები? ლიდერს ჭირდება ხალხის ძველი მოლოდინების გახმოვანება კი არა, ახალი მოლოდინების შექმნა და იმ ახალი მოლოდინების მართვა. ზუსტად ამას ამ პროცესს ვუყურებთ ჩვენ 2022 წლიდან და განსაკუთრებით 2024 წლის 29 აპრილის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საჯარო გამოსვლაში პირდაპირ შეუნაცვლა ადგილი საქართველოს ტრადიციულ მტერებს და მეგობრებს. ამის შემდეგ დაიწყო დამკვიდრება იმ აზრმა, რომ აი ხო ვიცით, რომ რუსეთი ძლიერია, ხო ვიცით, რომ მას ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ და მის აგრესიულ ინტერესს ვერავინ ვერ შეაჩერებს ბიძინა ივანიშვილის გარდა და თუ ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, მაშინ რუსეთი საქართველოში შემოვა და კიდევ ერთხელ დაგვიპყრობს. ამ მუქარას, ასე ვთქვათ, მოყვა შემდეგ ის ძალიან ცნობილი ჩამჭრელი კითხვა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალიან ხშირად ისმოდა, აბა ომი გინდა? რატომ იმუშავა რუსეთის შემოჭრის შიშმა საქართველოში ძალიან ეფექტიანად, მაშინ როცა თითოეული ჩვენგანი ხედავდა, რომ რუსეთი არც მოლდოვაში შეჭრილა, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში უკრაინის გარდა, თუმცა ეს ქვეყნები რუსეთის პრეზიდენტს იმაზე მეტად ანაწყენებდნენ, ვიდრე ჩვენ გავანაწყენებდით ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნები რომ წაეგო და ეს წაგება რომ ეღიარებინა. რატომ იმუშავა რუსეთის შიშმა და ამ კითხვაზეც მეცნიერებას აქვს პასუხი, თურმე ადამიანების მოლოდინი შეესაბამება იმას, თუ როგორ არის ორგანიზებული მათი ცხოვრება. ეხლა მინდა რომ ეს ფრაზა კარგად ავხსნა. თუ ხალხის ცხოვრება კარგად არის ორგანიზებული, ესე იგი ადამიანები შრომობენ და ამ თავისი შრომით ღირსეულად ცხოვრობენ, მათი მოლოდინების თამასა არის მაღალი. მაგალითად ფიქრობენ, რომ უსაფრთხოდ და დაცულად იცხოვრებენ, ძალიან კარგადაც დაისვენებენ, კარგ სამართალს, განათლებას და ჯანდაცვას მიიღებენ იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობენ. და პირიქით, როდესაც ადამიანის ცხოვრება ცუდად არის ორგანიზებული,
და ადამიანი ლუკმაპურისთვის შრომობს და თავს ყოველმხრივ დაუცველად გრძნობს, მაშინ მისი მოლოდინების თამასაც ძალიან დაბალია. ომის მუქარით ხალხის დაშინება ძალიან ადვილი აღმოჩნდა იმ ქვეყანაში, რომელიც ვერ სთავაზობს თავის მოქალაქეებს ღირსეულ ცხოვრებას. იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილობენ, სადაც მოსახლეობის 1/3 ხელფას ბიუჯეტიდან იღებს და სადაც 700,000-მდე ადამიანი არის სახელმწიფო შემწეობაზე დამოკიდებული. და რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ მას რამე სერიოზულად გაუჭირდა, Facebook-ში პოსტ დაწერს და უცხო ადამიანებისგან უფრო მეტ დახმარებას მიიღებს, ვიდრე თავისი სახელმწიფოსგან. და ისედაც დაუცველდა ომებ გადატანილ და შეშინებულ ხალხზე, აი როგორ იმოქმედა ამ ახალმა შიშმა, ომის შიშმა. ამის დასტური არის ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ლიდერს უჩნდება განცდა, რომ კარგ ხერხებს მიაგნო, მისი ძალაუფლება არის ბოლომდე დაცული და მას რეალურ წინააღმდეგობას უკვე ვერავი ვეღარ გაუწევს. ისევ მეცნიერება ამბობს, რომ ამ დროს შეუზღუდავი ძალაუფლების განცდა ადამიანში აღვიძევს მისსავე ფსიქოლოგიურ ტრამვებს და იწყება ლიდერის ჩრდილოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რეალიზაცია, ანუ ეს ის მოთხოვნილებებია, რომლებიც არასდროს საჯარო სივრცეში არ გამოჟონავდა ლიდერს, რომ კონდეს იმის შიში, რომ მას არ აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება. და სწორედ ჩრდილოვანი მოთხოვნილებების გამოვლინება არის ის რეპრესიული ქმედება და ის რეპრესიული კანონმდებლობა, ხელისუფლების ის უტიფრობა, რომელსაც ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. ცნობილი არის, რომ ლიდერს ნებისმიერს უკიდურესობებისგან იცავს პირადი ეთიკა. ეს ნიშნავს, რომ ლიდერში, მის ხასიათში, მის პიროვნებაში, მის ფსიქიკაში დევს მექანიზმი, რომელიც მკაფიოდ განუსაზღვრავს რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რა არის დასაშვები და რა არის დაუშვებელი. და ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ რა კი ლიდერი ძალიან ბევრ ადამიანზე არის პასუხისმგებელი, მისი ეს ეთიკური ჩარჩო შესაბამისად ბევრი ადამიანის და ბევრი ოჯახის ცხოვრებაზე და ბედზე პირდაპირ აისახება. ახლა უნდა გავიხსენო, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხშირად იმეორებდა, რომ მას აქვს ჭარბი ნდობა ხალხისგან, როდესაც კითხეს თუ ვინდა რა დააბალანსებდა მას და თქვა მიაქვს მე საკუთარი თავი დამაბალანსებს. ხო და როდესაც საკუთარი თავის დაბალანსების მექანიზმი უშვებს, რომ პირბადის ტარების გამო, ან ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ადამიანი ციხეში გამოკეტო, ეს ზუსტად ნიშნავს, რომ ეს დაბალანსების მექანიზმი აღარ მუშაობს, გაუქმებულია. და ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ახალი ლიდერი არის კარზე მომდგარი. რატომ? იმიტომ, რომ ლიდერის გასაჩენად აუცილებელია არსებობდეს ერთი მხრივ მისი უანგარო და კეთილი განზრახვა და მეორე ის, რომ ადამიანების სასიცოცხლო ენერგია მიმართული იქნას ამ განზრახვის შესასრულებლად. ეხლა თამასა არის იმდენად დაწეული, რომ ახალ ლიდერს წინამორბედზე ბევრად ნაკლები ენერგია ჭირდება ან განზრახვის ჩამოყალიბებისთვის და ან და კიდევ ადამიანების მოტივირებისთვის. უფრო სწორად, ეხლა განზრახვას ჩამოყალიბებაც არ ჭირდება, იმდენად ზედაპირზე არის მისი შინაარსი და მისი შინაარსი შედგება იმისგან, რომ აი ეს სისტემა, ადამიანების ჩაგვრელი, რეპრესიული სისტემა უნდა დაინგრეს და ჩვენ ყველამ უნდა ვცადოთ, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პირველი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია. როდესაც განზრახვა არის ესეთი აშკარა და გარკვეული ჯგუფი ადამიანების აღიარებს ამ განზრახვის სიკეთეს, ბოლო კომპონენტი, რომელიც ლიდერის გამოჩენას ჭირდება, არის
ის ადამიანები, რომლებიც ამ განზრახვას გაიზიარებენ და ადამიანებს დაარწმუნებენ, რომ მათი განზრახვა, ეს კეთილი განზრახვა, მათთვისგვე, მათი მხრიდან არის უანგარო. ახლა პოლიტიკოსების უანგარობასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გვაქვს და ამიტომ პირადად მე მგონია, რომ ამ ეტაპზე სამოქალაქო ლიდერებს დიდი უპირატესობა აქვთ, იმიტომ რომ ადამიანები 400 დღეზე მეტია ვიცით, რომ აპროტესტებენ რეჟიმს და აპროტესტებენ საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევას ქვეყნისთვის და ისინი დგანან ძალიან უშიშრად აი ამ რეპრესიული მექანიზმების პირისპირ და ძალიან ძნელი წარმოსადგენია ახლა ვინმე სხვა დაარწმუნოს რომ ისინი ანგარებით აკეთებენ ამას ყველაფერს. უმალ ვიცი რომ ადამიანებს ამ განზრახვის სიკეთეში ეპარებათ ეჭვი, ვიდრე იმ ადამიანების უანგარობაში, რომლებიც ახლა აპროტესტებენ ასე ჯიუტად და ამდენი ხნის განმავლობაში იმას, რაც საქართველოში ხდება. და მაგრამ ეხლა აი ამ ნდობასთან და განზრახვასთან ერთად საჭირო არის აი ეს მეორე მიმართულება, რომ ადამიანების სასიცოცხლო ენერგია რაც შეიძლება მძლავრად წარიმართოს ამ განზრახვის შესასრულებლად და ამას კი ჭირდება პროცესის ორგანიზება. ახლა რას გულისხმობ პროცესის ორგანიზებაში? დღეს საბედნიეროდ ამას ხაზგასმით ვამბობ, საბედნიეროდ აღარ გვყავს ისეთი ლიდერი, რომლის კეთილ ლოზუნგებს 10,000 ადამიანი, 10,000-ობით ადამიანი თვალდახუჭული გაყვებოდა და ეს ლოზუნგები ადამიანებს ცვლილების სურვილით აანთებდა. ქარიზმატული ლიდერები ჩვენ საქართველოში არ გვიჭირდა, მაგრამ დღეს ადამიანების დარწმუნება, რომ ცვლილების პროცესში პირადად ჩაერთონ, არის ძალიან ძნელი იმ ფაქტორების გამო, რაზეც გადაცემის პირველ ნაწილში ვილაპარაკე. სახელმწიფოზე ფინანსური დამოკიდებულება და განსაკუთრებით კიდევ ომის საფრთხე მეტისმეტად ბევრ ადამიანს უჩენს შიშ ცვლილებების მიმართ და რაც არ უნდა ცუდად ცხოვრობდნენ, არ ელოდებიან უკეთესობას და ამიტომ ებღაუჭებიან იმას, რაც აქვთ. ეხლა ჩამოვთვლი ჩემი აზრით, აი ამ უანგარო და კეთილი განზრახვის პირობებში რა ჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც ეცდებიან, რომ ქვეყანა ცვლილებებისთვის მოამზადონ, თუნდაც მაგალითად 28 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. 5 უნარზე ვილაპარაკებ, ძალიან მოკლედ, უბრალოდ ჩამოვთვლი ამ უნარებს. პირველი ეს არის მიზნის მიღწევის ჟინი, მეორე ეს არის მტკიცე მორალური კოდექსი, მესამე ეს არის პასუხისმგებლობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც ბევრ ადამიანს შეეხება, მეოთხე ეს არის პირადი სიმამაცე და მეხუთე ეს არის ადამიანებთან დალაპარაკების, მათი დარწმუნების უნარი და სურვილი. გრძნობ, როგორ გიჩნდებათ კითხვა დიმიტრი გელოვანს ხომ არ ვეძებ? არა, არ ვეძებ დიმიტრი გელოვანს და აგიხსნით რატომ. იმიტომ რომ როდესაც წლების განმავლობაში საინტერესო ადამიანებს სასაუბროდ ვიწვევდი, მათ შორის შემხვდა არაერთი ათეული ადამიანი, რომელიც ამ 5 კრიტერიუმიდან 4-ს ულაპარაკოთ აკმაყოფილებდა და ვერ აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთ კრიტერიუმს. ყველა თითოეული მათგანი აი ამ ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. ეხლა მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო ეს 5 კრიტერიუმი და თქვენც მინდა ჩემთან ერთად იფიქროთ, რომელი არის ის ერთი, რომელთან დაკავშირებითაც ეხლა პროტესტს ყველაზე მეტად უჭირს. ესე იგი, ეს იყო მიზნის მიღწევის ჟინი, ეს იყო მტკიცე მორალური კოდექსი, ეს იყო პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც ბევრ ადამიანს შეეხება, ეს იყო პირადი სიმამაცე და ადამიანებთან დალაპარაკების, მათი დარწმუნების უნარი და სურვილი. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად დეფიციტურია პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღებაზე. სწორედ ეს არის ლიდერობისთვის აუცილებელი ის უნარი, რომელიც აი ამ ხანგრძლივი და ჯიუტი პროტესტის ფონზეც კი არ აღმოჩნდა არავის, არც ერთ ცალკე აღებულ ადამიანს და არც ადამიანთა ჯგუფს. თუმცა
ამის მიუხედავად პროტესტი მაინც ამ მიმართულებით მოძრაობს. რამდენადაც ცვლილებების განზრახვა არის ზედაპირზე, ეს ლიდერის გამოჩენას აადვილებს, მაგრამ იმდენადვე პასუხისმგებლობის აღების შიში ამ ლიდერობას ართულებს დღევანდელ სიტუაციაში და ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ჩვენ როგორც სახელმწიფო საქართველოს სახელმწიფო არასდროს ესე ახლოს არ ყოფილვართ ლიდერობის სწორ მოდელთან, როგორც ვართ ეხლა. რას გულისხმობ? ადრე ლიდერებს ერთი სული ჰქონდათ, როდის აიღებდნენ 100,000-ობით ადამიანზე პასუხისმგებლობას, როდის დაიპყრობდნენ მათ გულებს და მათ გონებას, მაგრამ ახლა ამის მსურველი საერთოდ არავინ არ არის და თუ პროტესტს სიცოცხლე უწერია, თუ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ის აუცილებლად მაინც მივა იქამდე, რომ ვიღაცას ან ერთს, ან ჯგუფს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება იმ ტიპის ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, ვიდრე რომელიც იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ის, ვისაც საკუთარი თავის გარდა არავინ არ აბალანსებს და არც არავინ არ სჭირდება იმისთვის, რომ დააბალანსოს. დღეს ამით ვასრულებ ლიდერობის სირთულეზე თუ სიოლეზე ლაპარაკს და ერთი კვირით დაგემშვიდობებით ტრადიციულად გიტოვებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და დამიტოვოთ თქვენი მოსაზრებები წარსულის, აწყვოს თუ მომავლის ლიდერებზე. მაგრამ YouTube-ი არ დაგატოვებინებთ კომენტარს, თუ კი არ იქნებით ხელმომწერი ზღარბის არხის, ამიტომ თუ გაქვთ სურვილი რომ გამომეხმაუროთ, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ხელმომწერი არ ხართ, ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ თქვენი ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა ადვილად მოგიგვარონ ეს პრობლემა. ეხლა დაგემშვიდობებით ერთი კვირით და ისევ და ისევ დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.